34 წლის წინ 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ინიციატივით საქართველოში ისტორიული რეფერენდუმი ჩატარდა, რომელშიც აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა. შეკითხვაზე თანახმახარ თუ არა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა, ამ კითხვაზე 98%-ზე მეტმა დადებითი პასუხი გასცა. რეფერენდუმიდან 9 დღეში 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მაშასე თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ, მე ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოს მშვიდობისა. რა გინდათ ბოლო-ბოლო რა შეკითხები? რა მინდა ბოლო-ბოლო რა ვერ გავიგე ესე ბოლო-ბოლო რა გინდა ევაკუაციას იწყებს ვინც მისმინერ წუთი ცოტა იმას კეთდა ევაკუაციას ვინც არავინ საქართველოს გასაგებია თუ მობძანდით მუნდირით პატივიაცით მუნდირს პირველ რიგში გასაგებია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეზონანსული გამოკითხვები. თავარი კითხვები. რატომ არ გამოიყვანეს ხალხი 2008 წელს საომარი ზონებიდან? არ მქონდა ევაკუაციის საშუალება. ერთადერთი გაფრთხილება რაც მოსახლეობამ მიიღო, არა ვიღაცა პასუხისმგებელმა ფირმა გააფრთხილა, არამედ თქვენ რომ თქვით რომ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა უნდა დავიწყოთო, უნდა ჩართოდათ მათ თავში განგაშის სიგნალი, რომ ეტყობა რაღაც ხდებოდა და გამოქცეულიყვნენ. ერეოდა თუ არა მაშინდელი პოლიტიკური ელიტა სამხედრო საქმეებში. ვადასტურებ რომ გიგი უგულავა ერეოდა სამხედრო ოპერაციებში, თქვენი სიტყვებია. ამ პოლიტიკოსებმა რატომღაც ისე აღიქვეს, რომ სამხედროებზე მაღლა იდგნენ. უგულავამ მშვიდობიანობის დროს რომ ქალაქის მერი იყო, ომიანობის დროს სააკაშვილის კონსერვების გამხსნელი იყო და რეალურად ესენი იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ხო? თქვენი ვიზახი რომ ეხლა ვიზახი კი ბატონო, არ მომეწონა ეს განცხადება, რაც გააკეთა, მით უმეტეს ეს არის ჩარევა, არ შეიძლება ხო მოვისმინეთ ეს განცხადება ტელევიზორში. კიდევ ერთი მთავარი კითხვა. აქ უნდა აიხსნას შემდეგი რამ, რომ ბატონი გიორგი თარგამაძე და ბატონი გიორგი კანდელაკი ესენი სწორედ ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ხელი აუწიეს იმ რეზოლუციას 2008 წელს ომი ახალი დასრულებული იყო, რომელიც აწყობდა რუსეთს და რომელშიც სიტყვასიტყვით წერია, რომ ქართული ჯარი დამნაშავეა თითქოს, ამას მიცეს მანდ ხმა დააბრალეს საქართველოს ომი. რისთვის შეიქმნა საგამოძიებო კომისია? ხელისუფლებას და ოპოზიციას განსხვავებული პოზიციები აქვს. დღეს საღამოს უყურეთ და მოусმინეთ პატა დავითაიას, მამუკა არეშიძეს, ჰერმან საბოს, ლადო ბოჟაძეს. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე ვიწყებთ საუბარს პატა დავითაიასთან, ევროპული დემოკრატების თავმჯდომარეს და საღამოს მშვიდობისა, მადლობა რომ მოხვდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. დავიწყოთ, მოდით, 2008 წლის პარლამენტში აგვისტოს ომთან დაკავშირებით შექმნილი იყო ხო დროებითი კომისია, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, თუმცა ამ კომისიას საგამოძიებო ფუნქციები არ ჰქონდა. ახლად შექმნილ აი ამ კომისიას, რომელზედაც თქვენც იყავით მისული და უპასუხეთ შეკითხვებს, აქვს ეს ფუნქცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელი იყო და რამდენად საჭირო არის აი ამ კომისიის მუშაობა? დავიწყოთ იმით, რომ 2008 წელს დროებით საპარლამენტო კომისია, რომელიც შეიქმნა იმ პერიოდში ეს არ იყო საგამომძიებლო ფუნქციების მატარებელი კომისია. მაშინდელი ოპოზიცია აყენებდა დღის წესრიგში იმას, რომ ყოფილიყო საგამომძიებლო, მაგრამ უმრავლესობა ამაგად ხარი არ დაუჭირა და აქედან გამომდინარე ავტომატურად კენჭისყრაზე თქვა უმრავლესობა არ უჭერდა მხარს, საკითხი ვერ დადგებოდა, ხო? და მოხდა მაშინ კომპრომისული ვარიანტი შემუშავება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და შეიქმნა დროებით საპარლამენტო კომისია. ეს იყო გახსოვთ თქვენ ის დღეები, როდესაც ომი დამთავრდა და უფრო ცხელი ფაზა ამ სიტუაციის და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაცემული იყო კითხვები, თუ რა მოხდა, თქვა პოლიტიკური შეფასება, მოდი ასე თქვა, ეხლა ჩვენ რომ წავიკითხოთ პირდაპირ სახელწოდება კომისიის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემცვლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, ეს იყო სახელწოდება. ჩვენ ავირჩიოთ რამოდენიმე პრინციპი მუშაობის კომისიის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო ანგარიშის წარმოადგენელი მოვლენების განვითარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიამდე და მას შემდეგ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით წარმოადგენელი სამშვიდობო ინიციატივები, სამხედრო აგრესიის მასშტაბი, საქართველოს ხელისუფლების მოქმედება ომის დროს და გამოვლენილი ხარვეზები და რეკომენდაციები, რაც კომისიამ გააკეთა.
ეხლა ამის შემდგომ იცი თქვენ რომ იყო უკვე გამოძიების თემები და მთავარი თემა ზედა ეშელონი მოდი ასე ვთქვათ ეს არის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურის მიერ დაწარმოებული გამოძიება რომელთანაც მე თანამშრომლობდი და დროებით საპარლამენტო კომისიის მიტოვებული დასკვნა ზე გაიცა სანქციები იმ აუდიო ჩანაწერებზე რაც ჩვენ მოიპოვეთ და არც მეტი არც ნაკლები ბატონო ვახტანგ მინდა გითხრათ რომ არ დამატებულა სხვა სანქციები ამასთან დაკავშირებით პირველად ამდენი წლების განმავლობაში მადლობა მოვისმინე ალბათ თულუგის ქალაქამდე მადლობა ამაზე არ ვსაუბრობ თქვია გაწეულ მუშაობაზე რაც იყო გაკეთებული ამ თვალსაზრისით მაგრამ ამ საგამომძიებლო კომისიის შექმნას მე არ უჭერ მხარს პირდაპირ გეტყვით და გეტყვით რატო რა უყურეთ პირველ რიგში არ უჭერ მხარს სახელწოდებას ამ კომისიის, იმიტომ რომ წინა რეჟიმის გამოძიება აქ თემა არის პრობლემატური, რომ თუ იძიებ თელ მოქმედებას წინა ხელისუფლების ეს არის აი პანდორას ყუთივით. მაშინ შენსაც ეს დაუმთავრებელი ამბავი იქნება. აი ნებისმიერი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მუდმივად ხო არა ხელისუფლება სხვა. აქ ლაპარაკია რომ საერთოდ ის ხელისუფლება უნდა აიგზავნოს პოლიტიკური საქმიანობაზე. მივალ მაგდემამდე სწორად დაიჭირეთ თქვენ ესე იგი ყოველთვის იქნება გამოძიება. არ დამთავრდება ეს არასოდეს. მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ რა. აქედან გამომდინარე და რაც შეეხება ომის თემას, ხო? ომის თემაში ეხა ეს მოიცავს ამ კომისიის ქმედებას, მაგრამ ომის თემას როგორც მე ვაგვირდები არ ეხებიან რა. დღესაც მოვისმინე განცხადება რომ ომის საკითხებში არ შევდივართ, იმიტომ რომ ჯარის საქმეებში არ შედიან. არა, უყურეთ, ომის საკითხებში და ჯარის საკითხებში და ყველაფერში. რატომ? და მე როცა კომისიაზე მივედი, პირდაპირ გამოვაცხადე ამასთან დაკავშირებით, რომ მიდის გამოძიება ჰააგის პროკურატურის მიერ დამთავრებული ხო არ არის. სანქციები გაიცა მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომ ზედა ინსტანციის ეხლა ამ თემაში შესვლა კატეგორიულად მეუღებელი არის და ეს ამიტომ არ უჭერ მხარს, მაგრამ მე თავი ჩავთვალე ვალდებულად მივსულიყავი, რატომ? იმიტომ რომ ვიყავი დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე და ეხლა ყველა პოლიტიკურ პარტიას თავისი კონიუნქტურა ხო მოქმედებს. ეხლა მე მოვისმენდი რომ რაღაცას მალავს, რაღაცას რა ქვია, ხელსაფარებს, რაღაცაზე თქვათ ეშინია, რაღაც გარიგება. მოდით, მაშინ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ მაშინ. მე თავთვალე თავი რომ მნიშვნელობა რა, თქვენთან მოვედი აგერ კომისიაზე მივალ, სხვაგან მივალ. თქვენ არაერთხელ გისაუბრეთ ამ თემაზე ხო? ამიტომ ღია მინდა ამ თემაში ვიყო. თავარი კითხვები რაც ისმის, აი თქვენს თქვით რომ არ შედის კომისია კონკრეტულად ჯართან დაკავშირებით, კომისია აცხადებს რომ ამაზე არ აქვს. დღეს ეს განცხადება ჩვენ მოვისმინეთ. სადაო არაფერი არ აქვს ქართულ ჯართან, ისინი პირიქით ამბობენ რომ მაშინდელი პოლიტიკური თანამდებობის პირები ერეოდნენ ჯარის საქმეებში და დღევანდელ აი თქვათ ყურაშულთან დაკავშირებითაც გაიჟღერა იგივე უგულავას გვარმა. თქვენმა კომისიამ ეს ნაწილი შეისწავლა თუ არა? თუ არის, მოდი ასე ვიტყვი, მე ხა ყველა სიტყვას ავწონი, რასაც ვიტყვი, სწორად გამიგე, რატო? იმიტომ რომ ამ სიტუაციაში მიმდინარეობს გამოძიება. მე რა განკროლ დოკუმენტაციაზე მომიწია ხელის მოწერა, რაც მნიშვნელოვანია, დავიწყდები მხოლოდ და მხოლოდ იმ საჯარო ინფორმაციას და არის დახურული სტომები, რომელსაც გრიფის საიდუმლო მოხსნილი არ არის ჩემი კომისიის მიერ წარმოებული. რაც შეეხება სახელმწიფო ხარვეზებს, ჩვენ გამოვალინეთ 9 სისხლის სამართლის საქმე, სადაც მე აღმოვაჩინე დანაშაული, გადავაგზავნე პროკურატურაში. რაც შორის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. ძალიან შემიძლია ჩამოუყე დაწყებული გენერალური შტაბიდან დამთავრებული სხვა. აი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გეუბნებით. რა თქმა უნდა, აქ არის. იყო ჩარევა ასეთი? არა, ჩარევაზე არა ლაპარაკი, ხაც უსვამ. რაც მე აღმოვაჩინე, ხა დახურულ სტომაზე ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ გარკვეული ჩარევის მომენტები მე არ მქონდა საგამომძიებლო ფუნქცია, ხაზი მინდა წოს. ესე იგი მტკიცებულების დონის ჩვენები და მე ვეკნებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმ სიტყვებს, რა სიტყვებზეც რესპონდენტი მეტყოდა და აღმოაჩინე დანაშაულ მომენტებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გამოჩნდა გარკვეული საკითხები, ეს კითხვები საზოგადოებიდან მოდიოდა ჩარევა იყო თუ არა, ეს დახურულ სტომაზე გარკვეულ თანამდებობის პირას მე ეს დაუსვი და ამასთან დაკავშირებით რეაგირებასთან დაკავშირებით გადაგზავნა. მეორე თემა კიდე, რომ მოქალაქეები, მშვიდობიანი მოქალაქეები არ გამოიყვანეს საომარი ზონებიდან. ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ეს. ეხლა მოდით მე კომისიაზეც იგივე უპასუხებდეთ თქვენს გეტყვით ამას, რომ ჩვენ ხშირად ვისმენთ გარკვეულ მომენტებს სხვადასხვა კუთხეებით, რომ იქ არ გამოიყვანეს, იქ რაღაც პრობლემა იყო, იქ ვიღაცა ჩაერია გამოყვანაზე, ან არ ჩაერია, ხო? ეს არის კონკრეტული ეპიზოდები. ჩვენმა კომისიამ მიაკვლია დოკუმენტს, თლიან შეფასებას და მე წავიკითხავ ახლა ამ დოკუმენტის თემას. მე მინდა ხაზი გაუსვა, რატო იყო ეს ხარვეზი. აქსანიშ პირდაპირ კომისია, რომელსაც თვითონ ნაციონალურ მოძრაობაც აქ პატადავითა ეს ხელმოწერა მარტო არ არის. აქ არის 9 წევრის, რომელსაც 5 ნაციონალურ მოძრაობიდან იყო, 4 ოპოზიციიდან და ეს აღიარებული არის მათ შეცდომად. უყურეთ, ეს ხარვეზებში ჩავწერეთ ჩვენ. აქსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებობს ნორმატიული აქტი, ეს ომამდე ხდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება საგანგებო მდგომარეობის დროს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს საომარ და საგანგებო სიტუაციაში მთავრობის წევრთა ფუნქციებსა და მოქმედებებს. ხო, პირდაპირ რასაც ეს ფართო ცნებაა, მაგრამ მოიცავს იმ ევაკუაციის თემებსაც. ასეთი ტიპის კომისია აგვისტოს მოვლენთან დაკავშირებით არ შექმნილა, რამაც გამოიწვია მთავრობის წევრთა არაკოორდინირებული ქმედებები. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? და პირდაპირ მივმართე, რომ ეგ საკითხი უნდა იყოს გამოკვლეული. რას ნიშნავს ეს? რომ მთავრობის დადგენილება იყო, რომ რაღაცა შეიძლება რომ მოხდეს, უნდა გამოიყვანო. ვინ როგორ მოიქცეს? მოდით, მარტივად ხო, უამინდობის გამოც უნდა გამოიყვანო და ომის დროს მეტუმეტეს, ხო. ეს დადგენილებით მიღებულია. მე ვლაპარაკობ ნორმატიულ აქტზე. არ ვლაპარაკობ დაირღვა ეს აქტი. ხო, არ შესრულდა. კი არ დაირღვა, არ შესრულდა. ამ აქტით უნდა შედგენილიყო კომისია, რომელიც ვის უნდა შეედგინა ეს კომისია? მთავრობას. პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს. ხო, მთავრობას, მაშინდელ მთავრობას. იმიტომ რომ თავისივე დადგენილება არ შეასრულა, მოდი ასე ვთქვათ რა. და ეს განსაზღვრავდა მე ვის როგორ უნდა ემოქმედა. სამოქალაქო ევაკუაცია. ეს პატა თქვენ მარტო ხო პოლიტიკოსი არ ახართ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კომისიის თავმჯდომარეც იყავით, იურისტი ხართ პირველ რიგში, ხო? ეს შეცდომა არის თუ აქ შეიძლება ვთქვათ, რომ დანაშაულის ნიშნებსაც ხედავთ თქვენ? იცით რა არის? მე უკვე ამას კვალიფიკაციას დანაშაულს ვერ მივცემ, ამიტომ მოვთხოვე პროკურორს ამ საკითხის გამოძიება. რას ნიშნავს დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემა? ესე იგი, ვიღაცამ ჩვენებები უნდა მისცეს, რომ განზრახ არ შექმნა კომისია. პრემიერ-მინისტრა ციპირობითად თუ არ შექმნა ესაც ხო გულგრილობა მინიმუმ. რა თქმა უნდა, მაგრამ მე ამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ეს უნდა დადგინდეს. რატომ არ მოხდა შექმნა, ხო? ეგ ცალსახად არის. რომელმაც თვითონ მაგათად პირველი ეს აღმოჩნდა დღეს, რადგან აპელირება ხდება. ჩვენ დროებით საპარლამენტო კომისიაში ეს მიწერია. ანუ ეს კომისია რო შექმნილიყო და ემუშავა, მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა? ამ კომისიას რო ემუშავა, მე ვერ ვიტყვი ხალხო, ეს კიდევ ერთხელ ძალიან სიტყვებს ვალ უფრთხილდები. ეს კომისია რო ყოფილიყო, განსაზღვრული იქნებოდა ვის როგორ უნდა ემოქმედა. ევაკუაცია იქნებოდა ეს თუ სხვა ქმედებები. კიდევ ერთი თემა იყო ის, რომ არ იყო ქვეყანამ კოორდინაცია არ ხდებოდა ამ ომთან დაკავშირებით, გეგმა არ არსებობდაო. თქვენი აი ამ დოკუმენტებით რაც შეისწავლეთ, გეგმას რას გულისხმობდა გეტყვით? ომთან დაკავშირებით საერთოდ არ იყო გეგმაო და ეს ქაოტურად მიმდინარეობდა ეს პროცესები. ომთან დაკავშირებით პირდაპირ მიწერია, აქაც სადაც წერია, რომ უშიშროების საბჭოს აწევრები არ ელოდებოდნენ თავდასხმას და არანაირი გეგმა არ იყო, ეს პირდაპირ ჩვენს დასკვნაშიც გვიწერია. ეს ჩვენებებით მე დავადგინე. რა იყო ამისი მიზეზი? მიზეზი იყო ის, რომ როდესაც მოვისმინე მაშინ, იყო რომ არ ქონდა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება საბრძოლო ოპერაციები ყოფილიყო და ჯარის შემოსვლა დაიწყებოდა. მოდი ეს მარტივად რო ვთქვათ რა. ამიტომ არანაირი გეგმა არ იყო. ეხლა მოდით პირდაპირ ხაზი გავუსვათ ობიექტურები რო იყოთ რა. იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, არანაირი გეგმის არსებობა, სულ ამას ვიძახი რა, რომ ეხლაც ნახნაგ რომ არ არსებობს გეგმა ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით სიტუაცია. არ არსებობს არანაირი გეგმა. არანაირი სტრატეგია. აი მაგალითად, მამუკა ყოროშვილი ამბობდა, რომ პირველ აგვისტომდეო იყო იმისი შანსიო, რომ ომი არ დაწყებულიყო, დიპლომატიას რო ემუშავა და პირველის იქით უკვე გარდაუვალი იყო. თქვენ როგორ ფიქრობთ აი დღეს? მე ხშირად მიფიქრია არა მარტო ამ ომზე, არამედ ახაეთის ომზე შეიძლებოდა თუ არა აცილება ამ ომის. მე ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ის სიტუაცია, რაც სიტუაციაც იმ პერიოდში ვითარდებოდა, ომიდან თავის დაღწევა იყო შეუძლებელი და მე ამაზე ეს იმიტომ რომ ეხლა ვლაპარაკობ. თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ ჩემი ყველა ინტერვიუ 2008 წლამდე, ომამდე. ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვინც იცახოდა რომ ომი იქნება. აი პირდაპირ გეუბნები. სულ ვიძახოდი ამას, იმიტომ რომ ყველა ამის წინაპირობას ხედავდი რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შემდგომ უკვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის უშიშროების საბჭომ 2006 წელს მიიღო ეს მერე ხდება ცნობილი ორი გეგმა საქართველოზე. ეს იყო საომარი სამხედრო გზით შეჭრა და ეკონომიური ექსპანსია. მაშინ უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა 2006-ში ხაზს უსვამ სამხედრო ოპერაციების გზით მოქმედება. აქ ძალიან საინტერესოა ჩვენ დასკვნაში, რასაც მივაკლეთ, დღეს არავინ ამაზე არ ლაპარაკობს. რაც მტკიცებულებად ჰააგაში გამოყენებული იყო კიდევ ერთ-ერთი თემა ის არის რომ ჩვენ შევისწავლეთ რუსული კანონმდებლობა ამ კომისიამ იმ მომენტისათვის პუტინმა დაარღვია თავისი კონსტიტუცია რას ნიშნავს ეს რომ უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საქართველოზე რუსეთის სათათბიროს თანხმობის გარეშე შეიყვანა შეიარაღებული ძალები
ეს პირდაპირ დარღვევაა მისი თვითონ მისი კონსტიტუციის რა. რაც ეს მტკიცებულება ჩვენ ჰააგის პროკურატურამ, როდესაც ბორისოვზე პირდაპირ ვიძახი იყო სანქცია გაცემული, ერთ-ერთი საფუძველი იყო ამის. ეხლა ბორისოვს რატო ვიძახი რა? იმიტომ რომ დანაშაულებრივი მომენტი დადგინდეს. ხა გარდაიცვალა ბორისოვი პირობითად ლაბორატორიუმ, რაც გვაქვს ინფორმაცია, ხო? მაგრამ ცოცხალი რო ყოფილიყო, მას უნდა მიეცა ჩვენება ვინ გასცა ეს ბრძანება. მაგრამ რეალურად ვიდეოში და იმაში პუტინი არც მალავს რომ მან გასცა ბრძანება, მაგრამ ამას ეს ერთია საინფორმაციო წყარო, მეორე მტკიცებულებათა ბაზა, როცა ეხება გამოძიებას. აქედან გამომდინარე, მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთშიც იგივეს ფიქრობდი ყოველთვის, რომ შესაძლებელი იყო 92-13 წლებზე ლაპარაკობდი, რომ შესაძლებელი იყო თუ არა. არა, ეხლა რო უკვირდები ძალიან როდესაც დიდი ინსტიტუტები გეგმავენ რა გარკვეულ მოქმედებებს, საუბარია სუეცის ფედერაციაზე და თავისი ინტერესები აქვთ, ძალიან ძნელია ამას გასაგებია. ჯელობა ჩემსგან არასწორი იქნება, თქვა რომ შეიძლებოდა ძალიან მარტივია თქვა. აი ხა თქვა ეთერში თქვა რომ ძალიან მარტივია. აი კოდორის ხეობა, რომელსაც თქვა შეუცვალე სახელია, ზემო აფხაზეთი დაერქვა. იქ თქვა აი საგამოძიებო კომისიაზე იყო ასეთი რამე, როდესაც კოდორის ხეობიდან გამოიყვანეს, იქიდანაც არ გამოიყვანეს ხო მოქალაქეებიც. არა, ნუ ეს მოდი თქვა პირდაპირ დარღვევა ყველგან. აი სენაკის ბაზა დაუცველი დარჩაო და რატო იყო გადმოსროლილი თქვა სენაკის ბაზა, რომელიც კოდორთან ყველაზე ახლოს იყო. აი ამაზე აქვს კითხვები. იცით რა არის, მოდი სამხედრო თემებში ვერ შევალ გეტყვით რატომ? იმიტომ რომ იგივე ბატონი ირაკლი ალასანია იყო, როცა თავდაცვის მინისტრი იყო, კომისია შექმნა აი ამ სამხედრო მოქმედებებს. ამის ფუნქცია არც მე მქონდა, თქვა სიტყვაზე და არც ეხლანდელ საგამოძიებელს კომისიას და ირაკლი ალასანიას კომისიამ ეს რა სამხედრო ხარვეზები იყო, გრიპის საიდუმლოადებს და სად იყო აი ახალგორთან დაკავშირებით აი ყველაფერთან, მოდი სამხედრო განაწილებებთან დაკავშირებით ყველაფერთან. რაც შეეხება კოდორის ხეობას, რაც ჩემი მხრიდან იყო გამოვლენილი, მაგდათ ახლა კოდორის ხეობა ჩემთვის არ არის რა ქვია მაგას ისეთი თემა რომ მოდი ასე პირდაპირ ვთქვათ რომ მტკივნეული თემაა, იმიტომ რომ მე გულრიფშელი ვარ რა, ჩემი რაიონია კოდორის ხეობა და თუ თქვენ აიღებთ ლაივებს ჩემი კომისიის, ნახავთ რომ ყველას უსვამ ამ კითხვას რა. ჩემთვის იყო პრინციპული საკითხი, ცოდნო და რა მოხდა. ერთადერთი 2-3 ძალოვანმა ადამიანმა არ უპასუხა ნორმალურად კითხვას, ამ თავი არიდა, მოდი ასე ვთქვათ. ერთადერთი ვინ თავის თავზე ეს აიღო და შინაგან საქმეთა მაშინელობა მინისტრმა ბატონმა ვანო მერაბიშვილმა, რომელს თქვა ღიად, რომ მე გავეცი ბრძანება გაყვანასთან დაკავშირებით და გავეცი იმიტომ რომ ზუგდიდში რუსული ჯარები რო შემოვიდა, აქედან შეუძლება ასულიყვნენ და შეიძლება ყოფილიყო ჩაკეტვა ხეობის და ალყაში მომხდარიყო ჯარი. ეს პირდაპირ მიწერია დასკვნაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა აიღო, გასცა ბრძანება კოდორის ხეობიდან. ეს რაც მე მითხრეს, ახლა მე არ ვიცი ხო? გასაგებია. ასევე მინდა კითხოთ აი იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ხო, რომ აი ძალიან საინტერესო თემაა. ძალიან საინტერესო თემაა. ამას აი კომისიის თავმჯდომარე ცალსახად ღალატს უწოდებს. ვერ დავითანხმებით, თქვენ რატომ არ ეთანხმებით? ვერ დავითანხმებით და აგიხსნით რატო? უყურეთ, ძალიან მარტივად აგიხსნით, მაგრამ ეს რო ახსნა ცოტა ერთი წუთი უნდა დავხარჯო დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო მუშაობაზე რა. მე ვიყავი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ფრაქცია ევროპელი დემოკრატების ვიცე-პრეზიდენტი. მე არ წარმოადგენდი საქართველოს, მე მოვიგი არჩევნების შიგნით. ვიყავი იურიდიული კომიტეტის წევრიდან დაწყებული ყველა წამყვანი კომიტეტები, ვინც მუშაობდა ამ ასეთ საკითხებზე. ეს როგორ ხდება ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ, მოდი ასე ვთქვათ. სპეციფიკას ხსნი ახლა აქ. ეს რეზოლუცია, რომელიც მიიღეს, არის პირველი დღეები, როდესაც რუსეთის ფედერაცია, ხმის უფლების სარგებლო, ძალიან სერიოზული გავლენების სარგებლო, 2/3 ბიუჯეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, სანამ რუსეთი იყო ფინანსდებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ. და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აპარატზე და ყველაფერზე. როდესაც მიდიოდა ეს პირველი რეზოლუცია, მინდა ხაზი გაუსვა, მიდის კომპრომისული ვარიანტების შემუშავება. ამ პირველ რეზოლუციაში ეწერა, რომ გენოციდის, რომ ეთნიკური წმენდა მოხდა, ქართველები გამოყარეს, ბევრი ყველაფერი. მაგრამ რუსულმა დელეგაციამ მე ამით მერე დავინტერესდი რა, როდესაც უკვე დელეგაციის წევრი გავხდი. რუსულმა მხარემ თავის მომხრეებთან ერთად დააყენა ეგ საკითხი. მაშინელმა წამყვანმა ეს გაითვალისწინა, მაგრამ იქვე ის მეხუთე პუნქტს დაემატა მერვე პუნქტი, რომ ამას არ ეთანხმება ქართული მხარე. ვისაც როდესაც ესმის კენჭისყრი, მე კი არ ვამართებ, ჩემთვის მიუღებელი არის. მისცემდი თქვენ ხმას? არ მივცემდი ხმა, პირდაპირ გეუბნებით, მაშინას ვხვდი და ეხლა ეს არაფერი დასამალი არ არის. მაგრამ მესმის რა სპეციფიკა, ეხლა ხაზი მინდა გაუსვა. პირველი რეზოლუცია იყო ეს. ამის შემდგომ
ეს ყველაფერი მოიხსნა და მთავარი საგამომძიებლო სტრუქტურამ, ჰააგის საერთაშორისო სამართლის პროკურატურამ ეს დაამტკიცა. ეხლა აპელირება ამისა არის, მესმის პიარულად კარგია. მაგრამ სამართლებრივად პირდაპირ ვლაპარაკობ, არაფერი არ არის ეს. თქვენ თუ არ მისცემთ ხმას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოთ მათაც. გავიგე. ამიტომ ვლაპარაკობ, რომ არ კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ, მესმის ქართული ოცნების რომ პოლიტიკურ პიარ წევს ამაზე, მესმის, მაგრამ პოლიტიკური პიარის გარდა ხო არის ამ რეზოლუციაში წერია პირდაპირ. კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ. უყურეთ, არის პუნქტები, როდესაც შენ მიდიხარ შეთანხმებაზე, აი მაგდად იყო გადაწყვეტილებაც ერთ მომენტს მოვყვები რა. შეთანხმება იმის ნაცვლად, რომ ქართული ჯარი დაზარალდეს და ვერ გაიგეთ. არა. უყურეთ, როდესაც კენჩი უყრის რეზოლუციას და შენ გინდა რომ რუსული მხარე აღიარო ეთნიკურ წმენდაში, იქ დამატებულია მერვე პუნქტი, ხო არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, რომ არ ეთანხმებიან ეს ორივე ერთმანეთს და ეს უნდა დაადგინოს ფაქტების გამოყენების მისია. ეს დიპლომატიური მე კიდევ ერთხელ ვაპარაკობ, ქართული ოცნების პიარის მესმის. გასაგებია. ამასთან ერთად მაგალითად აი სერგი კაპანაძე, ბათუ ქუთელია, რომელიც გვარებმაც გაიჟღერა, რომ აი ამ ომის შემდეგ საუბრობდნენ, რომ ჩვენ კასეტური ბომბები გამოვიყენეთ. ეს რამდენად არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში ასეთი განცხადებების გაკეთება? ასეთი რაკამდეც იყო, ეხლა რო არ ვეძებო, პირდაპირ მიწერია პროკურატურას ერთ-ერთი საქმე, რადგანაც ბევრი კითხვის ნიშნები იყო საერთაშორისო მისიებიდან გამომდინარე, მე მივმართე პროკურატურას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ქართული ჯარის მიერ გამოყენებული არის გარკვეული აკრძალული იარაღი ან სხვა რაღაცა, დაიწყოს გამოძიება. ეს თქვენ ვისაზე დაყნობით მიმართეთ, ანუ მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ყველაფერს ეხებოდა ეს, მაგრამ ეს მიღებული ინფორმაციებიდან არ დადასტურდა, მე კი არ დამიდასტურებია ეს. თვითონ ხო მქონდა უცხოური პრესასთან. ჰაგი პრესას თავი დაანებდა. ჩვენ შეიძლება ყველაზე გინდა იმაზე ვილაპარაკოთ. ამას პოლიტიკურ ნაწილზე გეკითხებით მე უკვე რამდენად ჯდება? არა, უკვე პოლიტიკური სხვა თემაა. უყურეთ, დღეს ჰააგის პროკურატურამ პირდაპირ და ეს გამოვიდა, ამაზე აღარ დაობთ. შეერაღებულ ძალებს. ამაზე აღარ დაობთ. არ დაობთ ამაზე, რომ საქართველოს დამნაშავე არ იყო, ამაზე არ დაობთ. დამნაშავე არა ლაპარაკი. უყურეთ, ეხლა დრო არ აქვს, აქ პირდაპირ წერია ადამიანის უფლებების დარღვევა, ადამიანის უფლებების დარღვევა, ისა სამხედრო დანაშაულები, კასეტური ბომბების გამოყენება, პირდაპირ გეუბნებით, ხო? ხო და ეს ადამიანები რო ამბობდნენ, ამ შემთხვევაში პოლიტიკოს გეკითხებით პოლიტიკურ შეფასებას. ჩემთან არ უთქვია და გარეთ ეს ლაპარაკობდა, უცხოეთში ასე ლაპარაკობდა. მე არ ვიცი, არ წამიკითხია. პირდაპირ გეუბნებით. თუ იქნება ასეთი განცხადება? თუ იქნება ესეთი განცხადება, ეს არის გავლილი ეტაპი, იმიტომ რომ პროკურატურამ დაამტკიცა, რომ ეს არ არის. გასაგებია. და ბოლოს უნდა კითხოთ, ამ განცხადებებს მაგალითად ვიღაც არ აკეთებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მაგალითად ზურაბიშვილის განცხადებები ჰააგაში რამდენად ხელს გიშლიდათ, როდესაც იყო ზურაბიშვილმა თავის დროზე მიწოდა ვიშინსკი, მიწოდეს ლავრენტი ბერია, საფრანგულ პრესაში, ფრანგულ გაზეთებში. ჩემზე იყო ეს. და მანამდე სანამ მამლებლური იყო ეს განცხადება მისი. პირდაპირ გეუბნებით, მე ყოველთვის ხარ აღვიხარ ვიშინსკის ძით ვინ არის? იყო რა ქვია მაგას სტალინის დროს ვინც გადახრებას დახვრეტები გამოგონდა. ამიტომ, მაგრამ დრო მაჩვენა, მე ვითმედი, მე არა პასუხი არ გამიცია. ჩემთვის დღესასწაული იყო, როდესაც პროკურატურამ აღიარა ყველა ჩემს მიერ გადაგზავნილი მასალა, გაიცა ამაზე სანქციები. ეს იყო ჩემი გამარჯვება. ფარული მადლობები ბევრი მივიღე, ღია მადლობა მივიღე. გასაგებია, მადლობა პაატა დავით აიას და ბატონი მამუკა არაშიძე შემოგვერთა საღამოშიდობისა ბატონი მამუკა, მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის. დაწყებულია პარლამენტში აი ამ საგამოძიებო კომისიის ხდომებს თვალყურს ვადევნებთ. სხვა საკითხებთან ერთად 2008 წლის ომთან დაკავშირებით ვისმენთ სხვადასხვა გენერლის მოსაზრებას, პოლიტიკოსების და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო საერთოდ აი ამ კომისიაზე ამ საკითხის განხილვა თუ მოსმენა? მიგესალმები მაყურებელს, თქვენს მოგესალმებით. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, იმიტომ რომ პრინციპში ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა მაგალითად იმ გუნდისა, რომელმაც თავიდანვე დაიწყო, ასე ვთქვათ, ვინ შექმნა ქართული ოცნება, ერთ-ერთი მოთხოვნა ეს იყო ზუსტად, რომ აი 2008 წლის ომზე და არა მხოლოდ 2008 წლის ომზე, 2005 წლიდან დაწყებული მთელი ეს პროცესები, რომელიც დაკავშირებული იყო შემდგომში დამთავრდა ამ ომით, გულისხმობა აი ამ ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რასაკვირველია აფხაზეთსაც, რომ ეს გამოძიებული ყოფილიყო. მაგრამ აი წლები გავიდა ისე, რომ ეს გამოძიება არ მოხდა სამწუხაროდ, მე ვიცი ეს ჩართულობაც იყო უცხოელების, გარდა ამისა რაღაც სხვა მოსაზრებიც იყო, როგორც ჩანს, ასია თუ ისეა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ამიტომ თქვენ დასმულ კითხვაზე პასუხი ასეთი მაქვს.
და ის ხარვეზები, რომელზეც, არ ვიცი, ბატონმა პატამ ხარვეზები უწოდა, მაგალითად კომისიის თავმჯდომარისგან მოვისმენთ, რომ ჩვენ გვაინტერესებს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან რატომ ხდებოდა ქართულ ჯარში გადაწყვეტილებების მიღება და ჩარევა. ბატონი პატა საუბრობდა, რომ ამაზე მეც თავის დროზეო თქვი რომ ეს იყო შეცდომა. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონ მამუკა, რა ეს შეცდომა იყო თუ ამაში დანაშაულია, როდესაც სხვა ადამიანები ერევიან? შეცდომა იყო ეს მეტიჩრობა, როგორც ჩვევიათ ხოლმე და ძირითადად საბოლოო ჯამში დანაშაულის სურათმა მიიღო ამ ყველაფერი. თვითონაც ახლა პაატას რაც აიკითხა, ის რომ არ ამუშავებულა საკუთარი დადგენილება იმის თაობაზე, როგორ უნდა მოიქცე ექსტრემალურ სიტუაციაში, ეს მეტყველებს იმას, რომ დანაშაული იყო, ხო? ათუნდა ხა ამას ლაპარაკი. ხა მე მაგალითად უნდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ ბევრად უკეთი იყო ქართული არმია ორგანიზებული ვიდრე აფხაზეთის მოვლენების დროს. აფხაზეთის ომის დროს ესეთი ქაოსი არ ყოფილა ხელმძღვანელობაში. იქაც იყო რასაკვირველია, იქ გამოუცდელობა იყო არმიის სისუსტე იყო, თვითონ არმიაში ორგანიზებულობის შეცდომები იყო, მაგრამ ნუ ხა შედარება არ არის იმასთან, რაც ეხლა აქ ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ბრძანებას იძლეოდა. ამის გარდა ეს მეტიჩრობას და უტვინობას გავანებოთ თავი. იყო მე ზნობდი ეს მე უბრალოდ როგორც პაატას დონის კომისია არ ქონია ჩვენ, მაგრამ გარკვეული მოძიება ჩვენ ჩავატარეთ ეს მოძიებითი სამუშაოები. საერთოდ უნდა ითქვას რომ პროცესში გინდა ვაგვირდებოდით აი 2005 წლიდან მოწყებული. ხო და იყო შემთხვევები, როდესაც ესეთი შტაბეჭდილება რჩებოდა ხასუსომ ამას. რომ ვიღაც რიგი პიროვნებებისა მოქმედებდნენ სხვისი დავალებით. აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ ეს სხვადაღებული თემა და ეს უმძიმესი თემა, რომელიც ეხება მოსახლეობის გამოყვანას. აი ეს შტაბეჭდილება იქნებოდა მაგალითად რომ ეს ბრძანება არ იყოს შესაბამისად სპეციალურად გაცემული იმისთვის რომ რაც შეიძლება მძიმეზურად შექმნილი იყო. აი გაიხსენოთ ერთი ეპიზოდი, რომელსაც ალბათ დარწმუნებული ვარ იცით. ჟურნალისტებს რო ატყუებდნენ, ჩვენ ჟურნალისტებს, რომელიც პრესცენტრში იმყოფებოდნენ გორში, რომ მე ხა წავალყავას მოვიდა, თქვენ აქ დამალოდით. და როცა გაირკვა, რომ გორში უკვე რუსები იყვნენ შემოსული. ეს შტაბეჭდილებას სტოვებს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ხდებოდა იმისთვის, რომ მძიმე სურათი შექმნილიყო. ამრათ უნდა ამას ლაპარაკო. და თვითონ აი თქვათ მოსახლეობის გამოყვანა, თქვათ როგორც წესია რომ მომხდარიყო, ხო? მარტო ომის დროს ხო არა თუ სტიქიური უბედურება ხდება, იქიდან წევალება ხელისუფლებას რომ გამოიყვანოს სხვა ადამიანები. აი ამაზე ლაპარაკი არ ზღვის. არ ამგონია რომ ხა თქვენი მაყურებელი არა, რას გეკითხებით ბატონ მამუკაცი? რამდენად აი არიდებდა იმ სხერბლს, რაც მივიღეთ, ხო? რამდენად შეცვლიდა რადიკალურად სურათს? ნუ ხა რადიკალურად სურათს როგორ არ შეცვლიდა რასაკვირველია. მე მესმის ის ლოგიკაც, რომ გამოყვანა რომ დაგვეწყო ადრე, შეიქმნებოდა შტაბეჭდილება რომ ისთვის ვემზადებ. და მე კიდევ ვამბობ, მართალია ეს ლოგიკა არსებობს, მაგრამ არსებობს მეორე ლოგიკა. სულ ფეხებზე უნდა დაიგიდო რა შტაბეჭდილება შეიქმნებოდა. მთავარია ეს ხალხი გამოგეყვანა. და ომთან დაკავშირებით ბატონი ყურაშვილის განცხადება იყო, რომ აი 1 აგვისტოს შემდეგ უკვე იქ წარმოუდგენელი იყო, რომ ომი არ დაწყებულიყო. მანამდე რა შეეძლო მაშინდელ ხელისუფლებას და აი რა არ გააკეთა, რომ ეს თავიდან აცილებული. აი ეს უკვე ძალიან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იმიტომ რომ ეხლა ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ არის საქართველოს დაიწყო ომი და ქართულმა ხელისუფლებამ ზუსტად აპელირებას ამაზე ახდენენ, რომ ცხინვალი ამათმა დაბომბეს. ნუ ეხლა იცი როგორ არის, პირველივე დღიდან ამას ვლაპარაკობ. მიუხედავად ჩემი მეუღებლობისა ნაციონალურ უნდებს საერთოდ და ამ პოლიტიკის კიდე კონკრეტულად არ დაუწყია ქართულ მხარეს ომი. რასაკვირველია რუსებმა დაიწყო, მაგრამ ქართულმა მხარემ იცოდა, რომ ხაფანგს უგებდნენ. აი ხაზგასმით ვამბობ, სიტყვა იცოდას ხაზს და მაინც გაყო თავი ამ ხაფანგში. აი ეს როგორ ავხსნათ? ან ტოტალური სიბრიყვე, ან სხვისი ბრძანების და მითითების შესრულება. ნუ მე მაგალითად შემიძლია ერთი ეპიზოდი მოვახსენოთ, ცნობილი ეპიზოდია, რამოდენიმე ქართველი ექსპერტი კამათობდა ამერიკელ ექსპერტებთან, კოლეგებთან იმის თაობაზე ვისი ბრალი იყო ეს და ჩართული იყო თუ არა მასში თეთრი სახლი. აი ამ ამბავში, ომის ამბავში და ნუ ამერიკელები პირზე ქაფმოდებული ამტკიცებდნენ, რომ თეთრი სახლი არაფერ შუაში არ. ქართველები უმტკიცებდნენ, ჩემი კოლეგები, რომ თეთრი სახლი იყო ჩართული და იმისი ნება აღასრულა ქართულმა მთავრობამ. მოკლედ ერთმანეთს ვერ დაუმტკიცეს ვერაფერი და უცებ ერთ-ერთი ქართველი ეკითხება, რომ ძალიან რო დაიღალეს და უკვე თავი რო აღარ ქონდათ კამათით, უცებ ეკითხება, რომ კარგი არ იყო ჩართული თეთრი სახლი, მაგრამ პენტაგონიო, აი მაშინ ჩეინი იყო გახსოვთ, ჩამოწვა სიჩუმე მძიმე ამერიკული მხრიდან.
ну ეს მე ამით იმის თქვა მინდა რომ აი ძალიან საეჭვო დაემთხვა ბევრი რამ ჩეინის პოზიცია მაკეინის ეს ნეოლიბერალური გუნდის ესე იგი ეს ერთი გუნდი იყო ჩეინი და მაკეინი აი იმის მერე ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები იყო იმ დღეს უცებ როგორ გაჩნდა მე ქართველი ვარ ეს პიარს ხოლა ეს სამკერდე ნიშნები როგორ მოიპოვა 10% უცებ როგორ გააუმჯობესა თავის შედეგები მაგრამ ბევრი რამ მე ამის მტკიცება არ შემილია მაგრამ ეჭვის უფლება ხომ აქვს აქედან გამომდინარე მე ვთვლი ასეთ რამეს რომ იყო ის ფაქტიც სიბრიყვე მეტიჩრობა და უტვინობა რაც სამწუხაროდ იყო და პლუს იყო ესეც რომ კონკრეტული ესე თქვათ ძალების დავალების შესრულებაც ხდებოდა. ვინ იყო ეს ძალები? რუსები იყვნენ თუ სხვა მხრიდან იყო? ამის თქმა მე გამიჭირდება, მაგრამ შტაბ-ეჭდილება იქნებოდა ასეთი. ეხლა მე თვალშორის არ არის ლაპარაკი ამ თემაზე, მაგრამ მინდა ყურადღება გამახვილდეს. სოციალურ ამ კომისიის ერთ რამაზე მინდა გითხრა და მე იმას ვიტყვი. მე მაგალითად ზოგიერთ ნაწილს დავხურავდი ამ კომისიის ხდომის, იმიტომ რომ იქ არის ნიუანსები, სუფთა სამხედრო თვალსაზრისით, რომელიც მე მგონი არ უნდა მოისმინოს. ამას გავანებოთ თავი. ხო და იმას გავანებოდით, რომ მე ვთვლი, რომ გამოძიებაზე, თუ მართლა კომისია ესე იგი უნდა რომ თლიანად სიმართლე, სიტყვას ხას უსვამ, სიმართლე დაადგინოს, მაშინ 2005 წლებიდან უნდა იწყოს. აი პირველი შეტაკებიდან 12 კაცი რო დავკარგეთ. როგორ იქცეოდნენ მაშინ მინისტრები, თავდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრი, რა ხდებოდა რატო დავკარგეთ ეს 12 კაცი, როგორ დაიწყო მთელი ეს ისტერია ხო ძალიან კარგად იცოდნენ ეს მე ვიცი შიდასად ბატონო ბაბუკა მანამდე იყო თქვათ 2008 წლამდე თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ბატონი ოქრუაშვილის განცხადება რომ ახალ წელს აუცილებლად აღვნიშნავ რამდენიც გინდა ეგეთი განცხადებები ასეთი განცხადებები აი რას აძლევდა ამ მაშინდელ ხელისუფლებას ეს სუფთა პიარული სვლა იყო სხვა განცხადებებს გეტყვით ფული გვაგადახდილი ეს უკვე თბილისის სამზარეულოებში რო ისმოდა ჩვენ ფული გვაგადახდილი და ისინი გააკეთებენ ისე როგორც ვეტყვით გახსოვთ ალბათ გახმაურებული ამბავი კოკოითა რო ჩავიდა ერთი ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და 20 მილიონზე რო იყო ლაპარაკი ბევრი სხვა ფაქტიც იყო შიგნიდან ხედავდით ჩვენ ამას ყველაფერს ვინც ამაში მონაწილეობდით თვითონ 2008 წლის ომის დროს მე იქ არ ყოფილი ვარ იმ დღეებში მანამდე ხო ვიყავ მე უნდა გითხრათ 2008 წლის ივლისის დასაწყისში გავხდით ჯავის რაიონში და ჩემი თვალით ვხედავდი როგორ ემზადებოდა რუსები ომებისთვის. ეხლა რატომაც არ უთქვი ეს კომისიის ხდომაზე იმ გენერალს ხურაშვილს რომელიც იყო იქ. თორე ძალიან კარგად იცოდა აი რა ხდებოდა მაგალითად ივლისის მოვლენების დასაწყისში თქო არ კითხეს. მოკლედ საბოლოო ჯამში საჭირო ამის დადგენა მხოლოდ ერთი რამის გამო საჭირო ამ კომისიის მუშაობა სიმართლე უნდა დადგინდეს და გარდა ამისა უნდა შეიქმნას პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც მომავალში ასეთი შეცდომებისაგან თუ ასეთი ნაბიჯებისაგან დაგვასწრებს. ეს რეზოლუციაზეც მინდა გითხოთ, რომელსაც ქართული ოცნება მოღალატეობრივს უწოდებს, რომ ევროსაბჭოში მიღებული ის რეზოლუცია, რომელზედაც თქვათ მაშინდელ დეპუტაციას ადანაშაულებენ, რომ როგორ დაუჭირეს ამას მხარეო, რომ სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველოს დაიწყო ომი და ამას მოღალატეობრივს ეს როგორ არის ეს? ამათ რო კითხოთ, თავს იმით იმართლები, რომ გამოსავალი არ იყო, იმიტომ რომ ამისთვის უნდა დაგვეჭირა მხარე, რომ სხვა რამე გასული იყო და აი რასაც პაატაყვებოდა ახლა. ეს არის იურიდიული ნიუანსები, საბოლოო ჯამში წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა რასაკვირველია ჩვენი დელეგაცია რა თუნდა ამას ლაპარაკი. მაგრამ მე ამ შემთხვევაში მოდი რამ იცი როგორ არის. ესე გავაკეთოთ. ეხლა ყველა პუნქტზე არ შეიძლება მიმჟელოთ, იმიტომ რომ ზოგიერთ შემთხვევაში იურიდიული ესეთი ლაბირინთია, რომ შეიძლება დავიკარგოთ. ცუდი იყო ეს ყველაფერი რაც მოხდა. მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია აი ეს ტრადიციული შეცდომა ერთ და იგივე, რომელსაც ქვია ხაფანქი შეგნებულად თავის გაყოფა, ეს არ მეორდებოდეს გაუთავებლად საქართველოს ისტორიაში. აფხაზეთის ომიც ხო პრინციპში ეს იყო, ახალციხის ტანკების გადმოცემა და მე აი ის რაც გავაკეთეთ. ყველაფერი აი რასაკვირველია ჩვენი მოწინააღმდეგე სულ ამაზე ორიენტირებულია. ყველა მოვლენები, რომელიც ჩვენ თავს ხდებოდა 50 წლის განმავლობაში, საბოლოო ჯამში იყო სხვის მიერ მოფიქრებული, ჩვენ ან უთყვათ ვასრულებდით, ან მეხუთე კოლონა ასრულებდა და საბოლოო ჯამში ჩვენ ვკარგავდით. ხო უნდა დამთავრდეს ეს როდესღაც რა, ხო უნდა მივიღოთ ისეთი გამოცდილება. აი ეს ამ გამოცდილებამ გადაადგმევინა დღევანდელი ნაბიჯები ხელისუფლებას. ხო, სხვაში ამ დაგროვილ გამოცდილება გამოიყენეს. როდესაც თავი შეიკავეს მაქსიმალურად აი
ჩართულობა იმ პროცესებში, რომელსაც იცით ახლა. სულ მე დავამატებ ამას, რომ მე თვითონ ვარ მონაწილე 8 მარტის, 4 მარტს 2022 წლის, როდესაც ჩვენი უცხოელი კოლეგები გველაპარაკებოდნენ იმაზე, აქვს ხომ არ იფიქრებს საქართველოს იმაზე, რომ აი კონკრეტული გეოგრაფიული წერტილი დაგვისახელეს, აი აქ ვეტერანთა ძალებით, მაგალითად პატარა სამხედრო ოპერაცია რო ჩატარდეს. ეს ისეთი იყო, მოსინჯვა იყო ნიადაგის. და შორეფერი დავკარგეთ ხუთივე. მივხვდნენ ისინი ლაპარაკს აზრი არ ქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფერის დაკარგვა ხუთივეს განაპირობა ზუსტად იმან, რომ გამოცდილება დაგროვილი იყო უზარმაზარი და ეს მინდა საბოლოო ჯამში, რომ გამოცდილება გვიკარნახოს, რომ მომავალში ასეთი ნაბიჯები აღარ გადავდგა. არც მეხუთე კოლონას მივცეთ მუშაობის საშუალება. არც იმ იდიოტ ჩინოვნიკებს, რომლებიც თავის გამოჩენას ცდილობენ აბსოლუტურად შეუთავსებელ ადგილს. და ბოლოსკენ მივდივართ ბატონ მამუკა და უნდა გითხოთ საფუძველი ვთქვათ აი ამ კომისიის მუშაობის და შექმნის როგორც ვიცმენთ ხელისუფლებისგან და მოვისმინეთ დღესაც საერთო ჯამში უნდა აიგრძალოს აი ამ კომისიის დასკვნის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასე ვთქვათ გათანაბრებული პარტიები. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ საკითხს? ნუ ეხლა მე როგორ მე ასე სხვანაირად მოწყობილი ადამიანი ვარ, ჩემთვის რთულია რამეზე თქმა რომ აიგრძალოს. ნარკომანიის და ესეთი მოვლენების გარდა ვთქვათ. რასაკვირველია, იცი რა არის, იმიტომ რომ მთელი ამდენი წლებია ეს ნაციონალური მოძრაობა მარცხდება თავისი მძიმე ბიოგრაფიის გამო. და სახიფაც არ წარმოადგენს, ესე იგი თუ ხიფაც არ წარმოადგენს და ამას აცნობიერებს მართველი ძალა, ესე აქედან გამომდინარე მისთვის აკრძალვა აი მხოლოდ აი აქედან არის გამომდინარე მისი დანაშაულები და რაც ჩაიდინა ნაციონალურ მოძრაობა. მე არა ვარ ასეთი ნაბიჯების მომხრე. მე ვარ სხვა რამის მომხრე. მე ვარ კიდევ ერთხელ მეორე, მე მინდა რომ პოლიტიკური შეფასება მიეცეს ყველა იმ მოვლენას, ყველა მიცოდეს ვინ ვისი რა ნაბიჯმა მოუტანა საქართველოს უკანდახევა. ვინ გაარტყა სილა საქართველოს თავისი ქმედებით. მოვა სხვა ხელისუფლება ქართულ ოცნებასაც მოთხოვს აუცილებლად რაღაც ნაბიჯებზე პასუხს, მაგრამ ყველაფერი ხო აწონადია. ზოგს ისეთი დანაშაული აქვს, რომ კატასტროფამდე მიგვიყვანას, ზოგს ისეთი დანაშაული აქვს, ან გადაცდომა, რომელიც არის შესაბამისად ნაკლებად, ესე ვთქვათ, უარყოფით და შესაფასებელი. საბოლოო ჯამში მთავარი სიმართლეა. სიმართლეა, რომ ამ ქართულმა ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ დაიმსახურა ამ სიმართლის გაგების უფლება აქვს და შვიდად ცხოვრების უფლება აქვს. დაიღალა ხალხი ამდენი ტყუილები და ამდენი მაიმუნები. მადლობა ბატონ მამუკა, რომ მოდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. მამუკა არეშიძეს უსმენდით ექსპერტს და ჰერმან საბოს შემოგვერთა გირჩიდან საღამოშტობისა. მადლობა. თქვენი შეფასება მინდა დავიწყოთ ეს საუბარი. აი ამ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით თქვენ ბევრი განცხადებები თქვენ პოლიტიკურ გუნდს არ გაგიკეთებიათ. როგორ უყურებთ აი ამ კომისიას, რომელიც მუშაობს და პრინციპში გამოიწვია ხმაური? ჩვენ იდეაში ჩვენს პატარა ტელევიზიაში ყოველ დილით გვაქვს ხოლმე live stream-ი და იქ ვასხობთ კითხვა-პასუხებს და ჩვენ არხებზე აღარ ჩანხართ და ხო, ნუ თქვენ კიდე რა გიშავთ დაანჩენ არხებზე უნდა ნახოთ, იქ საერთოდ დაგმალეს იმის გამო რომ მათთვის არაკომფორტულ რაღაცებს ვიძახით, მაგრამ არ ვარ გულშემატკივარი ამ საგამოძიებო კომისიის. რატო? ერთი მარტივი მიზეზის გამო. საგამოძიებო კომისია თავის შინაარსით არის ბერკეტი, რომელიც უნდა კონდეს ოპოზიციას, რათა ისეთი რაღაცები გამოიძიოს, რასაც ხელისუფლება თავისი უკვე არსებული ბერკეტებით შეესოს პროკურატურა ასე შემდეგ, იმას არ იძიებს. ეს არის მთელი შინაარსი საგამოძიებო კომისიის. კონსტიტუცია რო წაიკითხოთ, იქ პირდაპირ წერია, საგამოძიებო კომისია იქნება, მათ შორის ოპოზიცია უნდა იყოს უმრავლესობაში. ოპოზიცია არა ამ პარლამენტში და ხო და მაშინ ფიზიკურად არ უნდა შეიძლებოდეს, ფიზიკურად ვერ უნდა ხერხდებოდეს. ის საკითხები თქვათ, აი რაც გადის ხელმა. საკითხი შეიძლება მილიონერად განმოვიდეს. ეს ხო, აი პრინციპში იმისთვის არის, რომ საზოგადოება პოლიტიკური შეფასება უნდა მისცეს ამ კომისიამ. ხო, სამართლების ეს კომისია ვერ აძლევს პარლამენტის. საზოგადოება ისმენს იმ ამბებს, ხო, რომელსაც აი ამდენი წლის განმავლობაში აი ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმოდა, რომ ვიღაცები ერეოდნენ 2008 წლის ომის დროს, სხვადასხვა ბრალდებები ისმოდა კონკრეტული თანამდებობის პირების მისამართით. ხო, დღესაც ამბობენ, რომ აი ჯართან არაფერი შეხება არ აქვს ამ კომისიას, ჯარს არავინ არ ადანაშაულებს, ჩვენ გვაინტერესებს, რომ რატომ მიატოვეს მშვიდობიანი მოქალაქეები 2008 წლის ომთან დაკავშირებით. აი ამ საკითხებს როგორ უყურებთ თქვენ? არა, ქართულ ოცნებას თუ და საზოგადოებასაც თუ ეს საკითხები აინტერესებს, ამაზე მართლა არაერთი წელი
იყო ომის მერე, მათ შორის როცა ქართული ოცნება იყო ხელისუფლებაში და თუ რამე კითხვები არსებობდა დანაშაულებზე, პოლიტიკურ შეფასებებზე, იქ რაღაც გადაცდომებზე, ამ ყველაფერზე საუბარი შეიძლება და ნებისმიერ ფორმატში. თუ დანაშაული არის ჩადენილი, ამისთვის არსებობს პროკურატურა, თუ დანაშაული არ არის ჩადენილი და უბრალოდ რაღაცა ვიღაცას გადაცდომა ქონდა, ან შეცდომა ქონდა, ასე იგი, ან დანაშაული, ან შეცდომა, ხო? სხვა ვარიანტი ხო? ჯობსგვიან ვიზდრი არასდროს ახლა აი მამუკარიში გასაგებია ჯორჯია. თუმცა აი კონკრეტული თანამდებობის პირები, ვინც კი დააკავა ქართულმა ოცნებამ, აი ვანო მერაბიშვილიდან დაწყებული. ყველაზე ჩვენ გვესმოდა, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ხო? რატო გესმოდა თქვენი აზრით? აი ოპოზიცია ხო ასე აცხადებდა რომ პოლიტიკური ანგარიშსწორება ვანო მერაბიშვილის დაკავება, პოლიტიკური ანგარიშსწორება რომელიმე კონკრეტული ჩინოვნიკის დაკავება, სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით შეიწყალა ხო ყოფილი თანამდებობის პოლიტიკური ანგარიშსწორება არ ნიშნავს ვიღაცის უდანაშაულობას. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი დღეს რო ციხეში ზის და მასიც რო იძახიან პოლიტიკური პატიმარია, კი და გეტყვით რატოა. რა ეს კი არ მას როდესაც ამ შეფასებას ვაკეთებ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მას დანაშაული არ მიიწვის არაფერი. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ როდესაც შენ სამართლიანობის აღდგენის მოტივით მოხვედი ხელისუფლებაში და იმის მოტივით, რომ სამართლიანობა დააბრუნო საზოგადოებაში და გადაიბარე მიხეილ სააკაშვილის შექმნილი სასამართლო, პროკურატურა, ყველაფერი დაამძიმე უფრო მუხლები და ვერ შექმენი სანდო სასამართლო, ახლა ამ სასამართლოს მეშვეობით. აი რას ეძახით სანდო სასამართლოს? აი ხა მე კონკრეტულ მაგალითებს მოგიყვანთ. რამდენიმე საქმე წაიღეს ევროსასამართლოში. ეს იყო რუსთავიორის საქმე, ეს იყო სააკაშვილის საქმე, ეს იყო ნიკა გვარამიას საქმე, მელიას საქმე, ერთმანეთის მიყოლებით ყველა საქმე წააგეს სტრასბურგში. წინა ხელისუფლების დროს მაშინდელი ოპოზიცია წინა ხელისუფლების დროს პრაქტიკულად ყველა საქმე, რომელიც მიდიოდა სტრასბურგის სასამართლოში, იგივე გირგულიანის საქმე და სხვადასხვა საქმეები, ყველაზე სულხან მოლაშვილის საქმე, ყველაზე მაშინ სტრასბურგმა ჩაწერა. ბევრად უხეშად აკეთებდნენ. ნაციონალური მოძრაობა ბევრად უხეშად არღვევდა. ანუ ესენი უფრო პროფესიონალები არიან ვიდრე ისინი? გეუბნებით, პროცედურულ დემოკრატიას მიყვებიან მეთქი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს არავითარ შემთხვევაში იმას, რომ სასამართლო არის პოლიტიზირებული. პროცედურით უგებენ და არა შინაარსით? კი ბატონო. ანუ პროცედურის, ანუ განცხადება როგორ შეიტანოს ნიკა გვარამია მეგარიცის? სასამართლოში დარღვეული იქნა თუ არა პროცედურები, ამისთვის მიდის ხოლმე სტრასბურგში საქმეები და არა იმაზე იქ რა მოსამართლეებმა ასეთი გადაწყვეტილება გამოტანა თუ ისეთი. ანუ სტრასბურგის სასამართლოს ფუნქცია სხვა არის, ანუ სხვაგან მივდივართ ახლა. რატო არის? უფლება დაირღვა თუ არა კონკრეტული ადამიანის ამას ხო ადგენს ადამიანის უფლება და დაცვის საერთაშორისო სასამართლო? დაირღვა თუ არა პროცედურად, ანუ ყავდა თუ არა ადვოკატი, ჩატარდა თუ არა ისინი, აი მაგ პროცედურებს ადგენს მეთქი. ანუ თქვენ არა თლათ ეგრეც არ არის სტრასბურგის სასამართლო აქ ჯდება და მურუსიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა მაგას შედის მაგას არ აკეთებს სტრასბურგის სასამართლო არც არასდროს უკეთებია არც ახლა აკეთებს გირგულიაზე ხო დაწერეს რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მუშაობდა იმისთვის რომ არ დამდგარიყო სამართლო აქ რატო ვერ ნახულობენ იმიტომ რომ გეუბნებით პროცედურულად მიყვებიან მეთქი ქართული ოცნება უფრო სუფთად აკეთებენ მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სასამართლო დამოუკიდებელი გვაქვს ჩვენ ნამდვილად არ ნიშნავს ეს ამას. აი მაგალითად 98% რომელიც იყო სააკაშვილის დროს გამამტყუნებელი და შანსი არ ქონდა ადამიანს ყველა ციხეში იყო და რამდენი ათასი პატიმარი ყავდა ეს მდგომარეობა არის. ახლა ვინც როგორ არის ხომ იცი ხანდახან გავიგებთ რომ აი რომელიღაცა თქვა თანამდებობის პირს რომელიღაცა მოქალაქე მოუგო სამსახურში აღმადგინა ერთ შემთხვევაში იღებს სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებას და მეორე შემთხვევაში არ იღებს 98% მიდის ყველა ციხეში დღესაც შენ შეიძლება იყო ერთპიროვნული მართველი, კონდეს მათრახი და ამ მათრახით 100-დან 100 შემთხვევაში მოიქნიო, ან მოიქნიო 100-დან 10 შემთხვევაში, როდესაც ჭირდება პოლიტიკურად. მაგრამ ორივე შემთხვევაში შენ ხარ ერთპიროვნული მართველი, რომელსაც აქვს ეს მათრახი და ის რომ დღეს იუსტიციის საბჭო იქნება თუ სასამართლოს კლანი იქნება, ის ჯერ კიდევ არის ქართული ოცნების ხელისუფლების მმართველობაში, ამას თუ რა ვიცი, თქვენ 98% რო არ არის ახლა ყველა ციხეში ხო? 100% ახლა რა მნიშვნელობაა, კარგი. არა 25000 პატიმარი ყავს ახლა. არა, რა თქმა უნდა. ხო და მაგას გეუბნებით, ყველაფერი ხო შედარებითი არის. კი, შედარებითია, მაგრამ წეგან რა მაგალითიც აგიხსენეთ, ისევ იმაზრზე ვრჩები. გასაგებია. ასევე საუბარია იმაზე, რომ
აი ამ კომისიის მუშაობის შემდეგ დღეს შევიდა პარლამენტში ხო დაინიცირდა რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასე გათანაბრებული პარტიები უნდა აიგზავნოს. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? გათანაბრებული. ანუ იდეოლოგია ვისაც ერთი აქვს და ასე შემდეგ. აი ახლა იქნება ნაციონალურ მოძრაობას არანაირი იდეოლოგია არ აქვს. ხო, ახლა იქნება უმრავლესობის წარმომადგენელი თქვენ შემდეგ და იმასთან დავაზუსტებ უფრო კონკრეტულად. აი ნაციონალური მოძრაობის აგრძალვა. თქვენი აზრით ეს ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციას გაუმჯობესებს თუ დააზარალებს? პარტიების აკრძალვის უფლება არ უნდა კონდეს არავის. თუ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ეგეთი ძალაუფლება არ უნდა კონდეს არავის. მაგალითად, პოლიტიკაში ძალიან ხშირად სიტუაციები წყდება რაღაცა გაუთვალისწინებელი მოვლენებით და შეიძლება რაღაც მოხდეს უახლოს მომავალში ისეთი რომლის შედეგადაც მასმერაც ქართული ოცნება აკრძალოს ნაციონალურ მოძრაობას და მის პარტიებს. რომლის შედეგადაც ქართულ მოძრაობამ დაკარგოს ძალაუფლება. თქვენ როგორც ქართული ოცნების მხარდაჭერს გინდათ რომ ვინმეს კონდეს ისეთი ძალაუფლება რომ ქართული ოცნება ვინმე აკრძალოს? ჯერ რატომ ეკითხები როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერს? მე მგონი ძანდებით. რა იცი ვის უჭერ? იქნებ თქვენ გიჭერთ მხარს. მე მგონი ნუ მე მგონიაზე ხო არ არის? არა, რაღაცები არის მე მგონიაზე. თუ ცდები მითხარით რომ არ უჭერთ და რა პრობლემაა? არა, ჯერ ეგეთი რომელ პარტიას უჭერ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებლის ჟურნალისტი რომ ჩამოჯდეს აქ და ის ილაპარაკოს რომელ პარტიას უჭერს ხარ ნორმალური არის? კი, რა პრობლემაა? თქვენ არ მგონია რომ აპოლიტიკური ადამიანი იყოთ? პოლიტიკური როგორ ვიყო, ეთერში არ ვიჯდებოდი და პოლიტიკურ გადაცემას მინიმუმ არ წავიყვანდი. რა პრობლემაა? ადამიანს შეიძლება არა, უბრალოდ არა. მე მგონია სტერილური ადამიანი ბრძანდებოდეთ, რომელსაც შეხედულებები არ აქვს. შეხედულებებს მაგას გამოვთქვა, როცა მივალ არჩევნებზე. ხო, რა პრობლემაა? არა, უბრალოდ დავაზუსტებ. მე არ მინდა საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერიდან რომელ პარტიას ვაძლევ ხმას, იმაზე ვილაპარაკო. თორე არც ის არ იქნება პრობლემა თუ ქართულ ოცნებას მივცემ, ან თუ თქვენ მივცემთ ხმას. ეს ჩემი გადასაწყვეტია. იმაზე ვილაპარაკოთ რა კითხვა. რის თქმა მინდოდა. აი როგორც ზოგადად აი გირჩს თუ შემოხედავდა ჩვენ პოზიციებს, ჩვენ ზოგადად ვართ ხოლმე თავისუფლების მომხრე და მაგალითად აი სიტყვის თავისუფლების აკრძალვაზე რომ მიდის საუბარი, ვიღაც არგუმენტად გვეტყვის, აი ეს ცუდი სიტყვების თქმა უნდა იყოს აკრძალული, ან რაღაც ვიღაცის შეურაცხყოფა, ნუ თუ უნდა იყოს აკრძალული, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კი არ არის რომ რამე მოგწონს და არ მოგწონს და ამით გადავწყვიტოთ რა უნდა იყოს აკრძალული თუ არა. არამედ რაღაც პრინციპზე უნდა ჩამოყალიბდეთ. მაგალითად იმაზე რომ მე მიხვდეთ თვითონ რომ შეიძლება არ მომწონდეს თქვენი შეხედულება, თქვენ უნდა გქონდეს ამით თქმის საშუალება. ისევე როგორც მე შეიძლება არ მომწონდეს თქვენი პოლიტიკური შეხედულებები და თქვენი გზები. ქმედებები მაქვს ისეთი ჩადენილი? ხო და რა ქმედებებზეა? აი დანაშაული თუ მაქვს ჩადენილი, თქვათ მე თუ კაცი მოვკალი, ხარ შეიძლება პარლამენტის წევრი ვიყო? ხო და ანუ უყურეთ ამ შემთხვევაში თქვენ გადადიხართ ინდივიდზე. ინდივიდი და პარტია სხვადასხვა რაღაცაა. თუ ვინმე კაცი მოკლა. პოლიტიკა თუ მაქვს მე ასეთი. არა, თუ ვინმე რამე დანაშაული ჩაიდინა, კაცი მოკლა, ხალხი ჩამჯდარა მაგის გამო ციხეში. რა თქმა უნდა, პარტია რა შუაშია? ანუ საქართველოს კანონმდებლობით უკვე გვაქვს აკრძალული ისეთი პარტიები, რომელიც სახელმწიფოების წინააღმდეგ, მაგალითად რეგიონალური პარტიები გვაქვს აკრძალული, რომელსაც სეპარატიზმი უნდა და რაღაც მასეთი. ამის იქით დანარჩენი ყველაფერი არის შეფასების საკითხი. თქვენ ასეთი ქვეყანა წარმოგიდგენიათ, მე ასეთი ქვეყანა წარმომიდგენია და ერთადერთი სწორი გზა, რომ განსაზღვროთ, რომელი პარტია არის სწორი და არასწორი, არის ამორჩეულის მიერ მხარის დაჭერა. ამის იქით მე არ მინდა, რომ არც ერთ ხელისუფლებას, არც მე, არც ქართულ ოცნებას, არც ნაციონალურ მოძრაობას არ კონდეს საშუალება, რომ თავისი პოლიტიკური ოპონენტი რაღაცა ისეთი სუბიექტური შეფასებების გამო აკრძალოს. ეს არაფერში არ წაგვადგება, არც მომავალში ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას არ წაადგება და მე მგონია, რომ ამ მიმართულებით სიარული ზოგადად იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ქართულ ოცნებას არ გამოუვა ეს. შიგნით მაინც რაღაცა არ ვიცი, ვინ შეიძლება ხმა ამოიღოს და წავიდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ აი რაღაცა იმედია რომ ბოლომდე არ მივლენ. და აქეთ მივდივართ უკვე ფინალისკენ და მინდა კითხოთ. ოპოზიციის საერთო თქვათ, თქვენ არა ხართ იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ვინც თქვათ, აი სალომე ზურაბიშვილთან მოიაზრება, მე მასთან აქვს ეს აუდიენციები, ხო? სალომესთან ბევრად უფრო ნაკლები ადამიანი მოიაზრება. საერთო ჯამში აი ამ აქციებმა, რასაც ხედავთ, ხო, არჩევნების შემდეგ. თქვენ მეორე დღეს გააკეთეთ განცხადება პრაქტიკულად აღიარეთ არჩევნების შემდეგ მე იყო ბიულეტენი მე საარჩევნო ბიულეტენებთან დაკავშირებით გაზონაო და ამაზე გქონდა თქვენი შეფასება. დღეს როგორ უყურეთ? აი რა გამოიღო აი ამ ოპოზიციის აი ამ აქციებმა რუსთაველი გადაიკეტება თუ არ გადაიკეტება ასე შემდეგ. ეს არის ის გზა რომლითაც ხელისუფლებას დაამარცხებს ეს ოპოზიცია? იცით რა ის რომ მე არ მომწონს როგორი კოორდინირებულია, როგორ ჩამოყალიბებულია მოთხოვნები, როგორ არის ნაფიქრი ამ მოთხოვნების მიღწევაზე
და ამის გამო ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კრიზისი არ გვაქვს. ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს კრიზისი. ერთის მხრივ ეს კრიზისი არის გამოწვეული იქიდან, რომ ტექნიკურად არჩევნები ჩაატარდა კონსტიტუციისვე დარღვევით, ფარული არ იყო არჩევნები, მოკლედ. და მეორე არის პოლიტიკური კრიზისი იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების ამორჩევლებშიც კი უმრავლესობას უნდა და ევროპისკენ სვლა, ევროპის რაღაცა ასოცირება, მე რაღაცა გაწევრიანება ამ შემდეგ და ქართული ოცნება თავის როგორც განცხადებით, ისე შემდეგ უკვე ქმედებებით მიდის იმ გზისკენ, რომ ეს გზა იქით მიდის, რომ ეს გზა რაღაცნაირად თითქოს უფრო და უფრო გშორდება. შეიძლება ზოგმა შეიძლება თქვას ჩაიკეტა კიდეც სანამ რაღაც ფუნდამენტური არ შეიცვლება, ხო და ერთის მხრივ პოლიტიკური კრიზისი არის არჩევნების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ არჩევნების მერე ქართული ოცნების განცხადებებიდან გამომდინარე, ასე რომ და ამას ბოლო კვლევებით საჩვენებს თვითონ ქართული ოცნების მომხრეებიც კი იძახიან, რომ კრიზისი მართლა არის ქვეყანაში, მათ აქვთ ეს განცდა. და რეალურად ის რომ ბევრად ნაკლები შედეგი დადგა ვიდრე შეიძლება და ამ პროტესტით დამდგარიყო, ამაში არის ოპოზიციის ბრალი, ამაში ალბათ შევთანხმდებით, მაგრამ ის რომ კრიზისი არის და საპასუხოა რაღაცა ამ კრიზისზე, ამაზე მგონი თვითონ ქართული ოცნების ამორჩეულებიც შეთანხმდებიან და პოლიტიკოსებიც. რა გამოვა აქედან საბოლოოდ რას მივიღებთ, არ ვიცი, როგორც მე უყურებ, მგონი ორივე მხარე ელოდება ამერიკის პოზიციას. და კი ნახეთ, რომ რაც შეხვედრა იყო ქალბატონ მაკასთან, დიახ, და რაღაცა ესე რა ვქო, ნოტა თუ რაღაც წარუდგინა, მოკლედ ამერიკელების მოთხოვნები. ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაგვიგია. სტრატეგია, ანუ ხო, ხვდებით რაც იქნებოდა, ისინი ეტყოდნენ, რომ აი ჩვენ ეს ქცევები არ მოგწონს, თუ ეს რაღაც არ შეიძლება, აღარ გემეგობრებთ, რაღაც ასეთი იქნებოდა, გლეხურად რო ვთქვა. როგორც ჩანს, მე როგორც უყურებ, როგორც ოპოზიცია თავის რაღაც განგრძობითი, თუნდაც ხშირად პასიური აქციები და ესეთი პატარა მასშტაბის დღეს დიდი, მაგრამ რაღაცა დაორგანიზებული ყოფნა. ისე ქართული ოცნება რაღაცა თავისი არაფერს რო არ აკეთებს და პოლიტიკური ცხოვრება რო საერთოდ ჩამკვდარია, რაღაცნაირად ამას ველოდებით და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რა თქმა უნდა, ამერიკელებზე მათ პოზიციაზე. ჩვენ რაც შეგვიძლია რომ ამ სიტუაციაში საღიაზრი ვაჟღეროთ და რა არის გასაკეთებელი, საით არის წასასვლელი, რომ მედიებია გასახსნელი და არ შეიძლება ოპოზიციური პროტესტი იმართებოდეს ჩაკეტილი ოპოზიციური ტელევიზიების ფონზე. ეს აქედან უბრალოდ შედეგი არ დაიდება არანაირ. ამას ვაჟღერებ და გონია რომ ჩვენი როლი შეიძლება ამ სიმართლის ლაპარაკში იყოს, იმიტომ რომ 398 წავაგეთ, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვა ქვეყანასთან, ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანები და იქით რაღაცა პოლარიზებაში ჩაკეტილი ადამიანებს შორის და ნახოთ რა იქნება. მადლობა ჰერმან საბოს გირჩიდან და ლადო ბოჟაძე შემოგვერთა ქართული ოცნების დეპუტატი საღამოშტობისა. მადლობა რომ მოხვედით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდი დავიწყოთ საგამოძიებო კომისიით. ვისმენთ რამდენიმე დღე არის საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა ეს კომისია, იმის მიუხედავად რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი აკრიტიკებს ამ კომისიას, საზოგადოების ინტერესი არის, ხო, აი ამ კომისიის სხდომაზე. საბოლოო ჯამში ჩვენ გავიგეთ რომ ქართული ოცნება აპირებს რომ კომისიის დასკვნის საფუძველზე შემდეგ მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაც. რას მოიტანს? აი, თქვათ ხვალიდან აღარ იყოს ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში, პოლიტიკურ საქმიანობას ვეღარ ეწეოდეს. აი, რა ხდება, როგორ წარმოგიდგენიათ ეს პოლიტიკური პროცესი? ცოტა შორიდან დავიწყოთ თქვენის ნებართვით, თქვენ იცით რომ მუდმივად არის კითხვები, რატო არ შეიქმნა ეს კომისია მანამდე, სად ვიყავით აქამდე და ამ შემდეგ. ამას ჰქონდა ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი, მათ შორის თავის დროზე გარედან თავისუფლებული კოჰაბიტაცია, ბევრი სხვა საკითხები, თუმცა ამ ფონზე მაინც მომხერხდა იგივე მიხეილ სააკაშვილი საჯელს იხდის, მანამდე ვანო მერაბიშვილმა მოიხადა საჯელი, ბაჩან ახალაიამ, მათი ლიდერები გახსოვთ თქვენ, ზოგი პირველივე დღეს გაფრინდა და გაიქცა და ხო, ზოგი ზურაბიშვილმა შეიწყალა და ასე შემდეგ, თუმცა თავარი მიზეზი იყო, რომ ჩვენ რუსეთ-საქართველოს ზონზე არ გვისაუბრია ერთი მარტივი მიზეზის გამო, ვიდრე ჩვენ არ დავამარცხეთ რუსეთი ყველა საერთაშორისო სასამართლოში, არ დავიცავით ჩვენი გმირის ჯარისკაცების ღირსება და პატივი, მათ შორის ჰააგის სასამართლოში და იგივე შეიძლება ითქვას უკვე სხვა მიმართულებით საერთაშორისო სასამართლოში, მათ შორის სტრასბურგში ჩვენ ეს თემა არ გაგვიხსნია და დღესაც ყველა მინდა იცოდეს და ხაზგასმით ამაზე მე პასუხს ვაგებ, რომ არც ერთი ჯარისკაცის ქმედება
არც ერთი სამხედრო ქმედება კომისიის განხილვის საგანი არ არის პირიქით. ჩვენ ვიცავთ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც ცოცხლების, დაჭრილების, დახოცილებით შეატოვა მტერს. თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ჩვენს ქვეყანას ჯარისკაცებს და ყველაზე მთავარი თქვენ იცით რომ მათ შორის დღეს არ მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ხმა აქვს მიცემული 1633 რეზოლუცია, ევროსაბჭოს რეზოლუცია მაქვს. ხედულობა, სადაც გარდა იმისა, რომ ჩვენს ჯარისკაცებს 7 აგვისტოს დააბრალეს ცხინვალის დაბომბა გახსოვთ თქვენ კასეტური ბომბების გამოყენება და ასე შემდეგ და ამას იყენებდა რუსეთი და ეს არგუმენტი მოქონდა რუსეთს. სხვა შე რუსეთის ფედერაციას ამისთვის ხმა არ აქვს მიცემული და აღმოჩნდა რომ ქართველებმა მიცეს ხმა დრო თურმე 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბის მერე შემოვიდა რუსეთი და არა მანამდე არავინ არ ახსენებდა მანამდე რა ხდებოდა 4 5 6 7 აგვისტოს გავიხსენოთ როგორ ამბობდნენ რომ რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის და ასე შემდეგ და ეს განცხადებები ჩვენ გენერლებისგანაც მოვისმინეთ გრიგოლ ვაშაძისგანაც რომელიც მათი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო გახსოვთ თქვენ მათი პარტიის თავმჯდომარე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ასე შემდეგ და ყველაზე მთავარი მე-11 მუში როცა ახლა ანწუხელიძის სახელს ეფარებიან ვახო 50 ლარიანი დეზერტირები ვის მათ შორის აი პარტიის ეხა რო ყავდათ იმათ საბუთებს ყიდულობდნენ რომ ქართულ ჯარში არ წასულიყვნენ და მათ შორის ახალგაზრდების ის ნაწილი რომელიც არ ვიცი რა საპროტესტებს ამდენი დღეა დღესაც წინააღმდეგია რომ ჯარში წავიდეს სავალდებულო სამსახური მოიხადოს ან თავდაცვის აკადემიაში ჩააბაროს ან პროფესიული ჯარით ჩაერთოს და საკუთარი ქვეყანა დაეცოს ხა რეზერვისტობაზე და იმაზე უბრალოდ დაღლაპარაკობ ეს ხალხი ეფარებიან ჩვენი გმირების სახელებს და გვარებს და არაფერს ახსენებენ იმაზე რომ აი ამ ჩვენ გმირებს ომის დანაშაული დააბრალა აი ამ რეზოლუციით ნაციონალურ მოძრაობამ სადაც წერია რომ გაუთხილებლობით გამოწვეული მოგტინება და დაჭრა საკუთრების ხელყოფა განურჩევნა ძალისა და შეიარაღებისა ორივე მხრიდანო ანუ თურმე ვინმე ანწუხელიძე მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე ან შინდისის გმირები სანამ გვირობა ჩაიდოდნენ თურმე სახლებს წვავდნენ და ეს უბედურება აი ამაზე აქვს ხმა მიცემული და ამის გარკვევაზე ვსაუბრობ ჩვენ და სხვა არაფერზე თქვენ იცით რომ ომის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის მათ შორის იგივე ქონების, წამების და ბევრი სხვა საკითხები დღესაც მოისმინეთ. კი, დღესაც მოისმინეთ ერთ-ერთი კომპანიის მაგალითი, მანამდე იყო გახსოვთ თქვენ სხვა მაგალითები, ალბათ კიდე იქნება არაერთი, როგორ ართმევდნენ ადამიანებს უბრალოდ იმის გამო, რომ ვიღაცის ბიზნესი მოწონდა და ასე შემდეგ, ამიტომ საკმარისი საფუძვლები არსებობს იმისა, რომ ჩვენ შევძლოთ და მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს აიგრძალოს ნაციონალური მოძრაობა. თუმცა ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სისტემურად და სისტემატიურად ჩადიოდა დანაშაულს, ციხეშიც და ციხის გარეთაც, მათი აკრძალვა უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტიის წესდების, ასე ვთქვათ, ეხლა თლაც საკუთარი ოფისიც გაყიდეს, იცით თქვენ, არაფერს არ მოუტანს თუ ეს ადამიანები დარჩებიან პოლიტიკაში. სხვა შორის ეს გეგმა ნაციონალური მოძრაობა ჩათვალეთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის მარცხისთანავე შეიმუშავა, რომ გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში, სამოქალაქო სექტორში, მედია მიმართულები და იქიდან ოღონდ კოორდინირებულად გაეგზელებინათ სახელმწიფოს და ხალხის ტრობა და ამის მაგალითები ჩვენ ვნახეთ მათ შორის ბოლო 13 წლის მანძილზე. ამიტომ ახლა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ არა მხოლოდ 2003-2012 წლის მათ საქმიანობა შეისწავლის კომისია, არამედ მათ შორის 2012-დან 25 წლამდე ეს სანქციები, საკუთარი ქვეყნის მტრობა, იგივე მოთხოვნები რომ ასოცირების ხელშეკრულება არ გაუფორმდეთ ჩვენს ქვეყანას არმიასაც, უიზომ აი რო დავაზუსტოთ ბატონო და ასე შემდეგ. აი ამ კანონის თუ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ დოკუმენტის მიხედვით აიგზალება ასევე ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობა. რას ნიშნავს ეს? ხო, მე ეს ვიგულისხმე, ნახეთ, ერთის მხრივ კანონმდებლობით ძლიერდება საკონსტიტუციო სასამართლოს როლი და მისი ასე ვთქვათ დეფექტიანი კონტროლი. ნახეთ, აუგზავნეთ ნაციონალურ მოძრაობა, გასაგებია ხუთიანი აღარ იქნება, მაგრამ იქნება ახალი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც სხვა შორის მოუგო ძველ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები, ხო? მეორეზე გვარამია გავიდა და ანუ ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყო, პოლიტიკურ საქმიანობა არ ექნება? კი, ნახეთ, ეს არის დაახლოებით იგივე ეფექტი, რაც მანამდეც გაკეთდა და ალბათ თავის დროზე ჩვენც რო გავუკეთებინა. გაცილებით წინ ვიქნებოდით, როცა ის ადამიანები, ვინც იყვნენ ჩართულები პოლიტიკაში აქტიურად, დარჩათ პოლიტიკური საქმიანობის უფლება და ახლა ყველა ხელს აწმიდავს, ასე ვთქვათ. სააკაშვილს და ამბობენ იგივე ოდოზე დებატები არის, რომ მეცი რა მე მაგ დროს არ ვიყავი და მე რატო უნდა ვაგო პასუხი 2012 წლამდე რა ხდებოდა. თუ არ გინდა რომ ნაციონალური მოძრაობის წარსულზე პასუხი აგო, მაშინ მიბრძანდი სხვა პარტიაში. თუ ახალი წევრი ხარ და მართლა 2012 წლამდე ამ პროცესებში ჩართული არ იყავი, მაგრამ ადამიანები, რომლებიც იყვნენ პარლამენტის წევრები, მინისტრები, გუბერნატორები იყვნენ ჩართულები ყველა იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც ამდენი უბედურება მოუტანეს. ბანკების ხელმძღვანელებით
ბანკების ხელმძღვანელოზე გადაწყვეტილებას ალბათ უკვე ამორჩეველი მიიღებს და რა თქმა უნდა მე დავეთანხმები თქვენს წინა რესპონდენტს რომ თავარი შემფასებელი არის ამორჩეველი. თუმცა როცა ამორჩეველსაც ატყუებენ და ეუნებიან რომ გვარამია თუნდაც სულ მოძრაობაში არასოდეს არ ყოფილა. ნიკა მელია რომელიც ხაბეიშვილმა გააგდო პარტიიდან, თუმცა კავშირში არ ყოფილა ნაციონალურ მოძრაობასთან და ისეთი ადამიანები ამბობენ რომ ჩვენო რა კავშირი გვაქვს და რა დავაშოვეთო, გეგონიო მართლაც იდან ჩამოფრინდნენ ან პოლიტიკაში 2012 წლის მერე მოვიდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება მიცოდნენ რომ მარციონალ მოძრაობის დატოვება და თან ეს მიზანმიმართული ქმედება როცა არის, როცა შენ მიდიხარ ევროპულ საქართველოს აყალიბებ, მერე მაჭუტაძეს პარტიას ართვევ და ახალს ირქმევ, მერე ლელოში გადასკუპტები და ასე შემდეგ, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა გათავისუფლდება. აი 2008 წლის ომთან დაკავშირებით გასაგები არის, მაგრამ აი ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ მაგალითებს, ახლა თქვენ საუბრობდით, აი დღესაც იყო ხო ერთ-ერთი ქალბატონი ძალიან მძიმედ მოსასმენი იყო, ხო რა პირობები გაიარა მოჯახმა. რეალურად მე მესმის რომ საგამოძიებო კომისიას არ აქვს დამჟელი ღონისძიებებს ვერ ჩაატარებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მაგრამ აი ამდენი წლები რომ არის ეს ადამიანები თქვათ იმყოფებიან იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ჩააყენა თუნდაც იმ ხელისუფლებამ, რეალურად არ ფიქრობთ რომ დამატებითი რაღაცა ზომები უნდა იყოს ამ ადამიანებისთვის სამართლიანობა რომ აღდგეს. ნახეთ, რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ბევრი რამ გაკეთა, თუმცა ეს არის ზღვაში წვეთი. ძალიან დიდი ნაწილი მათ შორის ქონებრივი საკითხების, ნაწილი იცით რომ სახელმწიფოს გადაუფორეს, მერე სახელმწიფომ გაყიდა. ნაწილი იგივე რაც TBC ბანკთან მიმართებაში გაკეთა, როცა მიადგები ახლა ამ ხალხის ქონებას და აღმოჩნდება რომ უკვე TBC-ის ქონება არის, ან TBC-მ უკვე ვიღაცა სხვას მიყიდა და ასე შემდეგ და მესამე, მეოთხე, მეხუთე ყიდველები ყავს, ასე ვთქვათ, რომლებიც შეიძლება მართლა პატიოსნებიც კი იყვნენ. ამიტომ ეს ცოტა მძიმე პროცესია, თუმცა მანამდე რაც მაგნატის თემაზე იყო, იგივე ივლისის თემაზე, ზოგან საქმე აღიძრა, გამოძიება რაღაც ეტაპამდე მივიდა, გაჩერდა, ზოგან შეიძლება გამოძიება არც დაწყებულა. ამიტომ ასეთი მაგალითები, რომლებიც მათ მოიყვანეს, შეიძლება იყოს დამატებითი გარემოება გამოძიებისთვის, განახდეს გამოძიება, ხელახლა დაიკითხონ ადამიანები. თქვენ გახსოვთ, რომ მაგნატის საქმეზე ხაზარაძე და ჯაფარიძემ თქვეს, რომ ჩვენო რა შუაში ვართ ხა მასეთიო შეიძლება რაღაცა ერთეული იყოს. ახლა აღმოჩნდა, რომ კიდე მეორე საქმეში არის. საერთოდ არ მოვიდნენ. ხო, არ მოვიდნენ, რა ნახოთ, წარმოიდგინეთ, რომ დაუშვათ რაღაცას აბრალებს კომისია, ან კომისიაზე მისული ადამიანი. როცა იგივე კომისიაზე შეგიძლია მეხვიდე, კითხვის პასუხი გაცე, თუ მართალი ხარ და მთელმა საქართველოს გისმინოს და დაგარდაწუნდეს შენ სიმართლეში, ამას არ აკეთებ, შეგნებულად სისხლის სამართლის დანაშაულზე მიდიხარ, შეიძლება ერთიანი პატიურობაზეც კი წახვიდე მარტო, იმიტომ რომ თქვენ დასულ კითხვებს არ დაო, თქვენ ხა გადაცემაში მომიყვანოთ და კითხვები დამისვათ და მე არ გიპასუხო და ვიზია, გაბარიშის მოვედი. აი ამ საგამოძიებო კომისიას დიახ დაასრულეთ. ამიტომ იგივე TBC საქმე ბევრგან ამოტივტივდება, ოღონდ ეს რა თქმა უნდა არც კომისიის ბრალი და არც იმ ადამიანი, ვისაც TBC საშუალებით ქონება წართვის. თქვენ უნახოთ კონკრეტულ ადამიანებს. რამდენი მოთხოვა პროკურატურამ, ერთი თეთრის დონეზე მიხვალ და აღმოჩნდება რომ ღამის 3 საათზე TBC-ს სესხი მოგწევთ. ეხლა წავიდეთ აქედან TBC-ში ან ნებისმიერ ბანკში. სესხის მისაღებად რამდენ დოკუმენტს მოგთხოვენ? მე პარლამენტის წევრს, თქვენ მოქმედებუთა, წამოდი ერთად შევაგროვოთ, წამოდით თუ მოგწევს რამეს TBC. და აი ბანკებიდან უნდა გადავიდე, რახან ბანკების თემა იყო, სხვათა შორის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო ჩინეთში, ხო? მოეწერა იქ სტრატეგიულ დოკუმენტს ხელი. რას ვცდილობთ, აი, თუნდაც აი ახალ სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ჩვენი ქვეყანა, რომ ხვალინდელი დღე უფრო კარგი იყოს, ვიდრე დღეს არის. ადამიანებს ხო ხშირ შემთხვევაში აი ამ პოლიტიკური დაპირისპირებების იქით აინტერესებთ რა იქნება ხვალ. პირველ რიგში მე მინდა ქალბატონ ნათიას მადლობა გადაუხადო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტისთვის, იმიტომ რომ ფაქტობრივად გაიხსნება სივრცე ჩინური ინვესტიციებისთვის და ჩინური ფინანსებისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მერე გაუგთა ფაქტურად ვიზო მიმოსვლა, დაიწყო პირდაპირ ფრენები, გაიზარდა მობილობა და მისვლა-მოსვლა, ასე ვთქვათ, მათ შორის ტურისტული ნაკადებიც და ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს ბანკებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, როცა უმსხვილესი ბანკები შემოდის, ეს გაზრდით ჩვენს ქვეყანაში კონკურენციას, იმიტომ რომ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს საბანკო სისტემაზე, თქვენ იცით, რომ სესხები მათ შორის არის ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელი უამრავი პროგრამა სახელმწიფოს, სწორედ მაგის გამო, სახელმწიფომ დაფარო სესხები, რომ ბიზნესმა, ასე ვთქვათ, იაფი ფული მიიღოს და რა თქმა უნდა ეს კონკურენცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სტრატეგიული პარტნიორობა სწორედ ამას გულისხმობს, თუ ვაწერთ ხელს და მეგობრობთ, მაშინ ეს უნდა ისახოს ყველაფერში, ეკონომიკაშიც, ფინანსებშიც, ფრენებშიც, ვიზო მიმოსვლაშიც და რა თქმა უნდა ხალხებს შორის ურთიერთობაში და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ზოგადად საბანკო სისტემა და ციფრული საბანკო სისტემა ძალიან ვითარდება. გახსოვთ თქვენ იგივე ხმაური ატეხეს რაღაცა ვიზას და მასტერკარდის ბარათებს და ისიც ვერ გაერკვნა ღია ბანკი რას ნიშნავს და როგორ არის. ამიტომ ამ
თვალსაზრისით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თავარი უნდა იცოდეთ ჩვენმა მოქალაქეებმა და ვიცით რა თქმა უნდა, რომ ჩვენი თავარი სიმდიდრე არის ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა, ის ადგილი, რაც ჩვენ მიწაწყალი უფალბაგვის ბოძა და რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლდაცემით აქამდე მოიტანეს და რაც უფრო მეტი ქვეყნის, მეტი ეკონომიკური ინტერესი იქნება მეტი უსაფრთხოება. არა მარტო სამუშაო ადგილები, არა მარტო იაფი ფული ან წინსვლა ეკონომიკაში შემოსავლები და განვითარება და ამავდროულად არამედ უსაფრთხოება. და როცა ჩვენ დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ იგივე ჩინეთი და ევროკავშირი სწორედ შუა დერეფნით დაკავშირდეს და ეს შანსი ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, იგივე მწვანე ეკონომიკის მიმართულებით და ბევრი სხვა რამე, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ერთის მხრივ ჩვენ ქვეყანაში იყოს ძალიან ბევრი ინტერესი, ჯანსაღი ინტერესი სხვა სახელმწიფოების, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება მოიტანს მხოლოდ განვითარებას და ეს ერთ-ერთი მაგალითია ეროვნული ბანკის და ცენტრალურ ბანკთან ურთიერთობები, ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა საინტერესო პროექტი, ინვესტიცია ჩაიდება ჩვენს ქვეყანაში და მთავარია ჩვენ ახლა მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ იმას, რასაც ყველაზე მეტად ებრძვიან, არა მარტო ქვეყნის გარედან, არამედ მათ შორის სამწუხაროდ ოპოზიცია და ეს ადამიანები, რომლებზეც ახლა თქვენ საუბრობთ. მადლობა, რომ მოხდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ლადო ბოჟაძეს უსმენდით საპარლამენტო უმრავლესობიდან 4 შაბათ შეხვდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, კარგად გრძელდებოდეთ.